Hey, Steven, შემოწმებას ვადითებ. დიდი ხანია რაც ახალი ვიდეო არ ჩამიწელია. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩემს ატვირთულ ვიდეოებს თარგმნიდი და ამაზე ბევრი დრო დავხარჯე. Footer. ახლა ახალ სივრცეშლა. ქალაქიდან გავედი, ხეებთან ერთად. ძალიან სასიამოვნოა აქ. და აქ ახალი მეგობარიც მას. თუ შევძლებ კამერას შემოადგილებ. აი ისიც SBTs. თუ მივახოლდენ იმას. მაშინვე მუცლის მოფერების რეჟიმზე გავადის. ანუ თუ უბრალოდ ხელს გაუწდი, მაშინვე მუცლის მოფერებას ითხოვს. როგორც არ უნდა იყოს უთხარი რომ არ ჯიში მჭირდება. მთელი დღე მუცლის მოფერებას ვერ გავაკეთებ ხუნიც. მიუხედავად იმისა რომ ვიცი ძალიან გიყვარს მუცლის მოფერება. აბა დღეს რა რიცხვი? დღეს 2025 წლის 20 დეკემბერია. კარგი დღე მაქვს. და ახალი ამბები მაქვს თქვენთვის. ბევრი არაფერი. აღარ ვსვამ ალკოჰოლს, მაგრამ აზრად გამიერვა. ეგნოგი ბრენდის დამატებით. უბრალოდ გემომენადა. სინამდვილეში გემომენატრება და არა ისთრობა. მაგრამ საერთოდ არ მენატრება დალევა. ძალიან ბედნიერი ვარ რომ ალკოჰოლზე უარი ვთქი. მას შემდეგ რაც დალევას თავი დავანებე, ცხოვრება ბევრად გამიუმჯობესდა. იცი რა არ მენატრება და? არ მენატრება. გიჟური პარკინგი სავაჭრო ცენტრებთან ამ პერიოდში. ეს ნამდვილად არ მენატრება. ეს სრული ქაოსია. ძალიან დიდი ქაოსი. შობა ისეთი უცნაური დღესასწაულია. ისეთი შეგრძნება კითხოს. თითქოს აჩქარების რეჟიმში ხარ. სხვების სამსახურში. ყველას ემსახურები გარდა საკუთარი თავისა. მართვა, თუ არ იპოვი შენს მომენტებს ამ ყველაფერშიო. როგორც ჩანს ისევ იმაზე ვლაპარაკობ, რაც უკვე ბევრჯერ მithქვამს. არ მჭირდება ძველი ჭრილობების გახსნა. აქაც არის კარგი მომენტები. გონი ეს იქნება, ეს იქნება ჩემი პირველი შობა მარტო, ტექნიკურად მარტო. მერთან ერთად ვარ. ასე რომ სულ მარტო არა. ირონიულად შეიძლება ეს იყოს ყველაზე მშვიდი შობა ჩემს ცხოვრებაში. ასე რომ საინტერესო იქნება. მოვნახოთ რა უნდა ნაოთ. ასე რომ კარგად მიდის საქმე მზის ენერგიასთან დაკავშირებით. კარგი, ახლა უკვე ხალხი მოდის ჩემს სივრცეში. ქალაქში მზის ენერგიით კარგად ვახერხებდი, მაგრამ გადავწყვიტე, რადგან ერთი კვირა წვიმა იყო. და როცა არა, წვიმის დრო არაკომფორტულია. და როგორც კი მიხვდები, მე მხოლოდ მე-7 დღეს გადავწყვიტე. კარგი, მეყო. წავიდე, თავი დავაღწიო ამ ყველაფერს და ვიპოვო ბანაკი ელექტროენერგიით. და უკვე რამდენიმე დღეა აქ ვარ. უნდა გითხრათ, რომ ამ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ელექტროგამათბობლის სასიამოვნო სითბო ძალიან მომეწონა. რადგან ზოგ ღამეს დაახლოებით 10 გრადუსი იყო, რაც საკმაოდ დაბალი ტემპერატურაა. ამ 7 ღამიდან დაახლოებით 10 გრადუსი იყო. და ეს სინამდვილეში საკლად ცივია. უნდა ყოფილიყო ბევრად უფრო რთული ვიდეო ეს. მაგრამ როგორც არ უნდა იყოს ხო? ასე რომ სასიამოვნოა, როცა ტემპერატურა ისე 20 გრადუსამდე ამიდა. ვენის დახმარებით. და ესეც კარგია, რადგან საღამოობით მუშაობის საშუალებას მაძლევს. აი ეს არის მთავარი. მაგალითად, ქალაქში ვიყავი და სულიად დამოუკიდებლად ვიყავი. და 10 გრადუსი სახამოს მუშაობისთვის ცოტა ძალიან ცივია, ხომ? ასეა. ამიტომ ისეთი ზრდა თვითქოს შეაფერხა, მგონი ასე მთუდი. და როცა ვენში ვიყავი და დაახლოებით 10 გრადუსი იყო, უბრალოდ მიწევდა რომ პლედებში ემბრიონის პოზაში შევწოლილიყავი. რაც არც ისე ცუდი იყო, მაგრამ ცოტა მოსაწყენებდება. ასე რომ ხო გესმით. მაგრამ ახლა წვიმა გადაიარა. აქ ვარ და გამშრალი.
და წყლის მარაგებით შემივზა. ასე რომ შეიძლება ისევ ქალაქში დავბრუნდე, რადგან იქ inline skating-ი ძალიან მომწონს. უნდა ვაღიარო მართლა ძალიან მომწონს skating-ი. ასე რომ, ხო, შეიძლება ეგ გავაკეთო. საინტერესო რამეა, იმიტომ რომ რაღაც საშობაო ქაოსია ჩემს უკ. საინტერესო რამეა, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს იცი, აქ ელექტროენერგიით აღჭურვილ კემპინგში ყოფნა მხოლოდ $20 ღირს, რაც მართლაც ხელმისაწვდომია. ფიქრობ, ეს დაახლოებით $10 შეიძლება ნაკლებიც კი. ან შეიძლება ქალაქში წავიდე და off-grid-ზე ვიყო და იმავე ფასად დღეში ორჯერ კაფეში წასვლასაც შევძლებ. უფრო კომუნიკაბელური ვიყო ბოლასთან. ასე რომ, ხო, უბრალოდ აკეთე დათროშ. საინტერესოა, რაღაც სახავისოა. იმედი ყველას კარგი შესაძლებელი ერთვება. და იცით, მგონი ჯერჯერობით ესა ყველაფერი. და ეცადეთ ცოტა სიმშვიდე იპოვოთ თქვენთვის, როცა დრო გექლემოთ. წარსულში ეს ალბათ ავტოფარეხი იქნებოდა. იცით, იყო დროები, როცა ჩემს განშორებამდე იყო ისეთი დროები, როცა რადგანაც მე ყველასთვის ყველაფერს ვაკეთებდი, ხანდახან რაღაცის საყიდლად გავდიოდი გარეთ. სახლში ბრუნდებოდი და მანქანიდან საერთოდ არ გადმოვდიოდი. ეს იყო პერიოდი, როდესაც ჩემი ენერგია მთლიანად სხვებზე იყო მიმართული და საკუთარ თავს თითქმის არ უთმობდი დროს. დაახლოებით 10-დან 15 წუთი მანქანაში ვჩობები. სანამ სახლში დავბრუნდებოდი, უბრალოდ რომ ცოტა დრო ჩემთვის მქონოდა, ხომ გესმით? ყველაფერი მძიმე იყო. მანქანიდან გადმოსვლა და სახლში დაბრუნება ისევ ყველასთვის მსახურების რეჟიმში დაბრუნება. ეს ყველაფერი ძალიან მძიმე იყო, ხომ გესმით? გადარჩენის რეჟიმი. ახლა ამბობენ, რომ გადარჩენის რეჟიმში ვარ, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ მგონი ძალიან დიდი ხანია, სულ გადარჩენის რეჟიმში ვარ. ასე რომ თუ ჯერ კიდევ სირთულეებში ხართ, ეს რჩევა შეგიძლიათ გამოიყენოთ. მგონია, რომ ბევრი მამაკაციც იყენებს საპირფარეშოს ამ მიზნით. გრძელი საპირფარეშოს შესვენებები, რომ ცოტა სიმშვიდე შედუან. როგორც არ უნდა იყოს, მიხარია, რომ ამ ყველაფერთან საქმე აღარ მაქვს. აღარ, ხომ სერ? ალბათ ასია. მაგრამ მაინც მაქვს მომენტები, როცა მენატრება. რა თქმა უნდა, მენატრება ჩემი შვილები, ქრისტიანი და ჯოშუა. როგორც არ უნდა იყოს. მალე გნახავთ მეკობრავა. ნახვონდეს.